Ბატონლევან, თქვენ როგორც ექიმმა, რა დასკვნების გაკეთება შეგიძლიათ BBC-ს ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, რომელიც უდაოდ საზოგადოების ინტერესს ემსახურება, ერთადერთი, რასაც ახლა ცდილობს რეჟიმი არ უპასუხოს თავარ კითხვას, რა გაურია წყალში, თუ არა გამით იმაში. აღმალოთ, პირველ რიგში ეს BBC-ს რეპორტაჟი იყო ერთის ხლივ სრულად მოსალოდნელი ის კონტენტი რაც მასში იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით რომ იქ რაღაცა ძალიან ცუდი ხდებოდა, როდესაც წყლის ჭალს იყენებდნენ, იმიტომ რომ მას ფერი ჰქონდა სხვა ელემენტარული ტელევიზორშიც კი ჩანდა ეს. გასაგები იყო რომ რაღაცა გაურიეს. მეორე ხლივ და ნუ მოსალოდნელი იყო, ასე ვთქვათ, ამ ტიპის სიუჟეტი იმდენად რამდენად ჩვენ ეგრეთ წოდებული მთავრობისგან მიჩვეული ვართ კანონის სხვადასხვა რაკურსში და სხვადასხვა ფორმით და ყოველგვარი მოგწალების გარეშე სრულიად თავხედური ფორმით დარღვევას. მაგრამ მეორე ხრივ მე არ ველოდი ნამდვილად რომ იქ აღმოჩნდებოდა საბრძოლო საშუალება. იმიტომ რომ ჩემი თაობის ექიმები, ვისაც 99 წლამდე აქვს დამთავრებული სამედიცინო უმაღლესი სამედიცინო დაწესებულება, ყველას გავლილი გვაქვს სამხედრო ტოქსიკოლოგია. ხო და როცა ამ სამხედრო ტოქსიკოლოგიას სწავლობდი, ხა ჩემთვის საინტერესო იყო, მაგრამ ვიცოდი რომ ის არასოდეს არ დამჭირდება. იმიტომ რომ ერთის ხრივ უკვე იყო მსოფლიოში საბჭოთა კავშირი იშლებოდა და იმის საშიშროება რომ მას ეს აგრესორი ქვეყანა სადმე გამოიყენებდა აღარ იყო, იმიტომ რომ ეს ჩანდა და მეორე ხრივ ეს საბრძოლო მომწავლელი ნივთიერება ყველა იყო სხვადასხვა კონვენციებით აკრძალული. ხო და აი წარმოედგინეთ ამის მერე გავიდა 30 წელზე მეტი და დღეს სრულიად ჩემთვის გასაკვირად ვსაუბრობთ საბრძოლო მომწავლელ ნივთიერებებზე. ეხლა რაც შეეხება მტკიცებულებებს, ხო ამ სიუჟეტში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ერთი ექიმ ჩახუნაშვილის სტატია. სამი თანაავტორის სტატია, რომელიც გამოქვეყნებული არის Toxicology Report-ში. ეს არის დიდი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალშია და სამეცნიერო ჟურნალი არიღებს ის სტატიას თუ ის დეტალურად არ შეამოწმა, რამდენად დამაჯერებელია დასკვნები, რამდენად სწორად არის სტატისტიკურად მასალა დამუშავებული. მართლა გითხრათ, მე სტატია აქამდე წაკითხული არ მქონდა, გუშინ ნახე და წავიკითხე. ანუ ყველა ელემენტი, რაც სტატიის გამოქვეყნების ნებართვას საჭირო ნებართვის არის საჭირო ყველა ადგილზე, ანუ ძალიან ნორმალურად დამუშავებული მასალა იმაზე მეტია, ვიდრე სტატისტიკურად არის საჭირო. და ეხლა აქ ბუნებრივია სტატიის ავტორს ვერ მოთხოვ რომ მან წარმოადგინოს იქ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების ქიმიური ანალიზის შედეგები, იმიტომ რომ ეს ნივთიერება არავის მისი ნიმუში არ აუღია, მაგრამ არის მეორე გზა, ეს არის კლინიკური სურათი და სტატიის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ რაღაც კონკრეტული უცხო ნივთიერების ნივთიერებით გამოწვეული კლინიკური სიმპტომებია და თვითონ BBC-ს სიუჟეტში თუ გახსოვთ ბოლოსკენ უფრო ამერიკელი, მე მგონი ამერიკელი ეს ტოქსიკოლოგი საუბრობს უკვე ამ სიმპტომების ძალიან ახლო ყოფნაზე, აი სწორედ ამ საბრძოლო მომწამლელ ნივთიერებასთან, ხო? საბრძოლო იარაღთან, ქიმიური იარაღთან, ფაქტობრივად, იმიტომ რომ ის შეიქმნა თავის დროზე პირველი მსოფლიო ომში გამოსაყენებლად ომში გამოსაყენებლად. ეს არის აბა მშვიდობა გინდა თუ ეს დასტურდება, ესე იგი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ საომარ საშუალებაზეა საუბარი. ეხლა აქ კიდე ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ პირველად ქიმიური იარაღი, რომელიც მე მახსოვს, გერმანიის არმიამ გამოიყენა პირველ მსოფლიო ომში, ეს იყო ქლორი. მაგრამ მალევე ამაზე უარი თქვეს, იმიტომ რომ ქარს სხვადასხვა მიმართულებით მიქონდა და ძნელი იყო მისი, ასე ვთქვათ, ლოკალიზება და სპეციალიზებულად მიმართვა. მე გამოიყენეს სხვადასხვა ნივთიერებები, მათ შორის ესეც, მაგრამ რა არის იცით გასათვალისწინებელი, რომ როდესაც ჯარის წინააღმდეგ იყენებს საბრძოლო ნივთიერებას, ის ჯარი მომზადებულია ამის, მას აქვს აიქცინაღების სხვა თავდაცვის საშუალებები და ამ ნივთიერებაზე უარი თქვეს, იმიტომ რომ ის დიდ ხანს რჩება გარემოში და მან შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს
გააერთიანოს მშვიდობიანი მოსახლეობა ვიდრე ჯარისკაცი. მოსახლეობა რომელიც ამისთვის მზად არ არის, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ მეომარმა მხარეებმა რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამაზე თქვენს უარი. ეხლა შემდეგ 1930 წლამდე ეს ნივთიერება კიდევ განიხილებოდა როგორც საპოლიციო ძალის მიერ შესაძლო გამოყენებადი ნივთიერება, როგორც თქვა ცრემსადენი რა ქვია გაზის თვალსაზრისით, მაგრამ აქაც მალევე 1930 წელს თქვენს უარი და გადავიდნენ უფრო ნაკლებად მძიმე CS-ზე. აი ეს ის CS-ია, რომელიც თავის დროზე როდიონოვმა გამოიყენა 9 ապრილს, ხო? მაშინაც რაღაც პერიოდი არ გვეუბნებოდნენ რა იყო ეს, მაგრამ მალე მოუწია დაზარალებულების რიცხვებს. მაგრამ მალე მოუწია საბჭოთა კავშირმაც კი აღიარა რომ გამოიყენა CS-ი, თქვა რომ აი ეს გამოიყენე. და აქ ნახეთ რა ხდება დღემდე გვიმალავენ. კაი, თქვათ არ არის ეს ბენზინციანიდი, რა არის? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი მოქალაქე უჩივის ერთსა და იმავე განგრძობით სიმპტომს. მოქალაქის უფლებაა იცოდეს რა იყო გარეული წყალში, რამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის ასეთი დაზიანება. ეს ხომ არ არის ერთანორ ადამიანის საუბარი. ეს უნდა ვიცოდეთ არა პოსტფაქტუმ. რა თქმა უნდა, წინასწარ, რომ რისკები აწონოს მოქალაქეს. თვითონ ისიც რომ ის დოკუმენტი რომელიც ამ გამოძიებაში BBC-ს სიუჟეტში იდო, ხო, ეს რაღაცა ინვენტარიზაციის ნუსხა, ხო? იქაც არ არის სპეციალურად მითითებული რა ქიმიური შემადგენლობა აქვს და რა არის. იქ უნდა იყოს დეტალურად გაწეული, ეს უნდა იყოს საჯარო. ანუ ადამიანი როცა იღებს რისკს, იცის რა, ეგრეთ წოდებული მთავრობაც ყავს და მიდის მაინც საპროტესტო აქციაზე, რომ გამოხატოს, ანუ გამოიყენოს თავის კონსტიტუციური უფლებები, მან უნდა იცოდეს რა რისკები ელოდება იქ. რომ გარდა იმისა, რომ წაგაქცევენ და ფეხბურთს ითამაშებენ, შენი თავი და თავში ორჯერ მოგარტყავენ ფეხს, გათიშულ ადამიანს, ხო? გარდა ამისა, უნდა იცოდე, რომ მოგასხავენ წყალს, რომელიც არის გარეული ნივთიერება, რომელიც იქ მყარად დარჩება. და ამის პარალელურად კრძალავენ პირბადეს და ნიღაბს და ადამიანებს, ესე იგი, სამოქალაქო სექტორს მთელი საქმე აქვს მათ წინააღმდეგ აღძრული პირბადეების საქმეს უწოდებენ ამ საქმეებს, რომ რატომ შეისყიდეთ პირბადეებიო? ეს თუ დადასტურდა, ბატონო ლევან, ესე იგი, თან ქიმიური ნივთიერების გამოყენების პარალელურად კრძალავდნენ პირბადეებს და ამაზე იჭერდნენ, ფაქტობრივად უანონსებენ დაჭერას თუ რა ვიცი მე ემუქრებიან ამ საქმით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შეძენილი პირბადეები რიგითი მოქალაქეებისთვის, რომ მათ ნაკლები ზიანი მიეღოთ. ეს იმის მაჩვენებელია, რაც დღეს ხდება, რომ ეს სამი ექიმი, რომელს თანაავტორია დაიბარეს სუში, ერთის მხრივ ეს არის მნიშვნელოვანი სიმპტომი იმისა, რომ არ იციან რა ქნან. ანუ არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ აღნიშნეთ სიუჟეტში, რომ ორჯერ გადათქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერ თქვა რომ გვაქვს ეს, მერე ამოჩნდა რომ არ გვაქვს. ანუ სრულად დაბნეულები არიან და ეს დაბნეულობა გარდა არაპროფესიონალიზმისა მოდის კიდე იქეთკენ, რომ აქ სიმძიმე და რეპერკუსიები ამ მთელი ისტორიის არ სდება საქართველოს კანონმდებლობას. და ეს ყველაფერი მიდის ჰააგისკენ. სდება ეს და მიდის ჰააგისკენ ძალიან მყარი ნაბიჯით, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების არასამხედროების წინააღმდეგ აი მომწამლელი აირების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა იყო და ყველა დაისაჯა უმკაცრესად, როგორც მორალურად, ისე იურიდიულად. ეს ყველაფერი დაიწყო საიდან? დაიწყო ფაშისტური გერმანიდან, როცა საკონცენტრაციო ბანაკებში იყენებდნენ ციკლონს. გაზ, რომლითაც გაზის კამერებში მასობრივად ხოცავდნენ ადამიანებს, ხო? მერე გამოიყენა რამდენიმე დიქტატურა, მათ შორის მე მგონი სადამ ჰუსეინმაც და აი მოვედით აქამდე და ეხლა ვართ ჩვენ. თან ეს არის მათთვის შემაშფოთებელი თემა, უდაოდ პანიკა გამოიწვია მათ რიგებში, იმიტომ რომ ეს სდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებს, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ეს აღარ არის მხოლოდ სანქციების თემა, ეს შესაძლოა იყოს საერთაშორისო გამოძიებისა და ტრიბუნალის თემა, რაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს ასე ხდება. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის მართალი. მინიმუმ წინასწარ უნდა გვცოდნოდა თუ არა რა შეგვასხეს. და პოსტფაქტუმ
აი ამდენი ადამიანის მოთხოვნის ასეთი სკანდალური ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ასეთი სკანდალური ბრალდების გავრცელების პარალელურად ისინი კვლავ არ ამბობენ მთავარ კითხვაზე პასუხს. რატომ არის ეს დასამალი, თუ მათ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ? ხო, ამაშია საქმე. ეხლა სწორი გამოძიების პირობებში და მე დარწმუნებული ვარ, ეს სწორი გამოძიება რაღაცა პერიოდის მერე, როცა ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებას გამოგმული საქართველოში მოხდება, მაგრამ უფრო სწრაფად ალბათ და მალე ეფექტურად მოხდება საერთაშორისო ასპარეზზე. არ არის რთული ამის გამოძიება, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეიძლება ამ კონკრეტული პაციენტების მონაცემების შეკრება, ამას წინ არაფერი არ უდგას და ამ საქმის დიდი ნაწილი ექიმ ჩახუნაშვილს და მის თანაავტორებს გაკეთებული აქვს. მეორე ძალიან ბევრი მოწმეა დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ან შესყიდვაში მონაწილეობდა, ან კონკრეტული აქციების დაშლის წინ ამ ორი ნივთიერების გამხსნელის და ამ შხამის შერევაში და პროპორციების შერჩევაში მონაწილეობდა. თვითონ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ ამ წყლის ჭავს იყენებდა და რაღაც ღილაკს აჭერდა ხელს. ანუ აქ იქნება აუარებელი ადამიანი და რომელიც ამ საქმეში ეს საქმე ევალებოდა და ამის შესახებ ინფორმაცია აქვს და მათი ჩვენებები იქნება და პლუს კიდე მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება ალბათ ამ ნივთიერებების აღმოჩენა შესაბამის საწყობებში და ასევე ქიმიურად მათი კვალის მოძებნა. აი ეს მინდოდა ზუსტად მეკითხა, რამდენად არის შესაძლებელი ამ დროის გასვლის შემდგომ კვალის აღმოჩენა რაიმე ნივთზე, არ ვიცი, ეს განმავლობაში ამის კვალი იქნება. მე დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ ჯერ ისიც არ ვიცით კონკრეტულად ეს ნივთიერება თუ სხვა არის. ერთი ის არის, რომ ეს ნივთიერებები აკროლადია, მაგრამ ამ სხვებთან შედარებით და ქლორთან და სხვებთან შედარებით ეს ნაკლებად, იმიტომ რომ ის დიდხანს რჩება ზედაპირებს. ალბათ ამაზე უმჯობესი იქნება ტოქსიკოლოგებმა ისაუბრონ ვიდრე მე, მაგრამ ქრომატოგრაფიული ბევრი სხვა მეთოდით ალბათ შესაძლებელია, მე დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი ბლოკი არსებობს მტკიცებულებების თეორიულად, ამ მტკიცებულებების, რომლებიც ერთობლიობამ შეიძლება გვაჩვენოს სიმართლე და ხა ამაზე რთული საქმეები გამოძიებულა, ისე რომ აქ მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მე ვფიქრობ, რომ ის ვისი პასუხისგებლობაც არის ეს დღეს კონკრეტულ უწყებებში, ჯობია ისინი დაფიქრდნენ და თქვა სიმართლე, იმიტომ რომ ამის თქმა მაინც მოუწევთ, მაგრამ მე მათთვის უკვე გვესგვიანი იქნება და ალბათ ჯობია ადრე. მათ შორის აქ საკითხავია ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც საია მიმართა თავის დროზე, ითქვა რა ნივთი გამოეკვლია რა ნივთიერებაზე იყო საუბარი, რომ ექიმებიც სვამდნენ ამ კითხვას, რომ ჩვენ ელემენტარულად გვცოდნოდა ანტიდოტი თუ ასეთი შესაძლებელი იყო, მაშინაც ეს ინფორმაცია. ამაზე თქვეს, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაღაც ანტიდოტები არის ციენდებზე, მაგრამ ეხლა რა აზრია ქვეს წავწოდნოდა. ამიტომ უნდა იცოდეთ. მე 9 აპრილის ამბავს გავისწრებ, არ მეყოს ხოლმე ეს პარალელები, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა მონსტრთან ქონდა საქმე საბჭოთა კავშირთან, რომელიც თან იშლებოდა, იყო უკიდურესად გამწარებული და ყველანაირი უბედურების მოლოდინი ქონდა მისგან, მაგრამ როცა 9 აპრილი მოხდა და ადამიანების დიდი ნაწილი მოიწამლა, მაშინ ყველა დადგა ადამიანების გვერდით, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი, ყველაზე მოწინავე მეცნიერები, მათ პირველ რიგში ქალბატონი თამარ დეკანოსცე აკადემიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოფიციალური თანამდებობები იქნებოდა, იმ ხელისუფლების ნაწილი იყვნენ და მას უჭერდნენ მხარს, ეს ყველაფერი გადადეს გვერდზე და მთელ სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად დაირევდნენ და მაშინ ამ როდიონოვს და ამ ბანდას მეტი გზა არ ქონდათ და თქვენს რომ ეს არის CS. რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გაადვილა ამ პაციენტების მერე მოვლა. დროთა განმავლობაში მე კარგად მახსოვს, მაშინ აი ეგრეთ წოდებულ ლეჩკომბინატში ქავთარაძეზე შეიქმნა სპეციალური ცენტრი ამ ადამიანების მიღების, მათი მონიტორინგის და მათი მოვლის. კი ბატონო, ეს ყველაფერი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ, საბჭოთა კავშირის. და ადამიანები, რომლებიც განგზობით სიმპტომებზე დღესაც საუბრობენ, ამბობენ, რომ მათი მიმართვა ექიმთან, მაგალითად, ხშირი იყო სისხლდენა ცხვირიდან და სიმპტომები, რომელსაც ვერ პოულობდნენ მიზეზსო ექიმები. აი ამ სიმპტომების გაერთიანების შემთხვევაში, ამის ასე ვთქვათ, შეგროვებული მასალის შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება ამაზე რეაგირება, ალბათ სამომავლოდ და ჩვენ დაზარალებულები გვეყოლება, ისინი საუბრობენ
განგრძობად სიმპტომებზე. თქვენ როგორც ექიმს მინდა გითხოთ, ქიმიური ნივთიერება აკრძალული, იმიტომ არის გასაგებია, რომ ის საშიშია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მაინც ვის რა რისკ ჯგუფებისთვის არის ეს საშიში, არ დაგვავიწყდეს, იქვე არის პირველი საშუალო სკოლა, არ დაგვავიწყდეს ჩვენ ცენტრალური გამზირი, ეკლესია ქაშვეთი, ჩვენ გვაქვს კადრები, რომელიც შეგვიძლია გავუშვათ ქაშვეთის ეკლესიაშია გადაღებული, სხვათა შორის იმ დღეებში, როცა ძალიან ბევრი ადამიანი აფარებდა თავს ზუსტად ქაშვეთის ეკლესიას, მათ აღენიშნებათ სუნთქვის გაძნელება, საოცარი ცრემლდენა, სპაზმი, გვაქვს ეს კადრები, შესავალში არის. იქნებ ვაჩვენოთ პარალელურად. ხო, მე ერთს დავამატებ კიდე, რომ პირველ რიგში მოწყვლადი ყველაზე მეტად არის ასაკოვანი ადამიანები, მოწყვლადები არიან ამ ნივთიერებების მიმართ ალერგიული ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები, ორსული ქალები და ყველა ის დანარჩენი ადამიანები, რომელსაც აქვს სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. ხო? ეხლა აქ კიდე ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, რაც მე მსოფლიო პრაქტიკიდან არ მახსოვს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის გამო სტატიის ავტორებს იბარებდნენ უშიშროების სამსახურში. აი თქვენ გაგიათ ეგეთი რამე. მე პირველად მესმის ამაში მსოფლიო ჩემპიონები ვართ, რეკორდი დაამყარავს ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა სუსმა, რომ 3 ექიმი, რომლის სტატია მიიღო ცნობილმა საერთაშორისო ჟურნალმა, დაიბარეს სუსში. ხო, ხალხის წრეები ალბათ საბჭოთა პრაქტიკა არ ვიციეთ და მათ შეაგროვეს თან სიმპტომები, ხო? მათ ჩამოუარეს ადამიანებს, შეაგროვეს სიმპტომები, ჩივილები, გაჩაატარეს კვლევა, ექიმის დანიშნულებაც ეს არის. პირიქით, გაცილებით დიდი მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი ალბათ და მეტი ნიმუში აღებული. აღარ ამბობ იმაზე არაფერს, რომ BBC მტერია, Deep State-ია, რაღაცა კიდე რომელიღაცა პალატა თუ ლოჟა ეშმაკეულია და ასე შემდეგ. ნუ უკვე სასაცილოა ეს. კი ბატონო. და ექიმ ჩახუნაშვილებს პირდაპირ დაემუქრა დღეს კობახიძე. პირდაპირ ეს პოლიტიკური განცხადებით, ეს იყო მუქარა, რომ კი რადგან ინტერვიუ მისცესო, ეს არის პრობლემაო და ეს დანაშაული შეიძლება იყოს თუც რო ინფორმაციას მიიღოს. ესე იგი, ინტერვიუს მიცემა კვლევაზე, რომელიც ჩაატარეს საქართველოში, არის უკვე დანაშაული წინასწარ გამოცხადებული ამ რეჟიმის მხრიდან. აქ რაზეა სიმპტომია, რომ ცუდად აქვს საქმე. კი ბატონო, სულ ბოლო კითხვა მაქვს ბატონო ლევან თქვენთან ასეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, რას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და რას უნდა აკეთებდეს სამედიცინო კლასიც ამ დროს, არ ვიცი. სამედიცინო კლასი უნდა აკეთებდეს იმას, რასაც აკეთებს, უბრალოდ ჩვენი პროტესტი და ძალისხმევა და სოლიდარობა უნდა იყოს უფრო დასანახი, აი ეს როგორც იყო მაშინ 9 აპრილის დროს, მე ამაზე მოგახსენეთ. ხელისუფლება რას უნდა აკეთებს? ხელისუფლება უნდა გადადგეს. უფრო მსუბუქ შემთხვევებში გადამდგარა მთელი მთავრობა. ეხლა მე გავიხსენებ 97-18 წელი იყო ევროპაში, მაშინ გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში გავრცელდა mad cow disease. ეს იყო ესე ძროხების დაავადება, ანუ გიჟი ძროხის დაავადება, რო თარგმნით პირდაპირ. სულ იყო 2-3 ლეტალური შემთხვევა მთელ დასავლეთ ევროპაში და 3-4 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი მომენტალურად გადადგა. მიყოთ იმის რომ მათი ბრალი არ იყო არანაირი. კი ბატონო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ლევან მეტრეველი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.